თქმა უნდა, კარდინალები საპატრიარქოს არ ახავს მართლმადიდებლურ სამყაროს, მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და მით უმეტეს მანდილოსნები არ ეყოლება. და ასეთი პიროვნებები არ არსებობენ საპატრიარქოს ირგვლივ. უნდა გვახსოვდეს, როდესაც სასულიერო პირები აკეთებენ კომენტარებს და ვინმეს უწუნებენ ცხოვრებას და არჩევანს, აუცილებელი არის მრევლმა გადახედოს იმ სასულიერო პირის ცხოვრებას. თქვენ არაერთხელ გსმენიათ, რომ ძალიან ცუდი წარსულის სასულიერო პირები და მაღალი იერარქები არიან ჩვენ სფეროში და ასეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, არ შეიძლება რაღაც განცხადებებს აკეთებდნენ ისეთ, სადაც დამაბრკოლებელია ჩვენი საზოგადოებისათვის. ამიტომ უნდა გადავხედოთ მათ ცხოვრებას, მათ არჩევას, მათ წარსულს, აი წარსულ ცხოვრებაში წასულ წინა მთავრობაში რა პოზიციაზე იყვნენ, ვის ემსახურებოდნენ, ჩვენ გაჭირვებულ ხალხს და საზოგადოებას როგორ ანადგურებდნენ, როგორ ართმევდნენ, როგორ კლავდნენ, სად იყვნენ ასეთი ძლიერი მამები, თუ კი აქვთ მათ პრეტენზია. ვინც ნაციონალურ მთავრობასთან თანამშრომლობდა და გვერდში ედგა ყველაზე. მათგან კარგი არაფერი არ არის მოსალოდნელი. ასეთ განცხადებებს მომავალშიც არ არის გამორეცხული ეხილოთ. ამიტომ შორენა, როგორც 99 წლიდან ვიცნობ, მაქვს კარგი ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ, ძალიან ბევრი გაჭირვება, ტკივილი, თავდასხმები პატრიარქთან ერთად მოუგერიებია და ესეც არ იქნება პრობლემა. კიდევ მრავალს მოიგერიებს. არის ძლიერი პიროვნება და ერთგული საპატრიარქოსი და მისი უწმინდესობის და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მრევლი უფრო უნდა იყოს სიბრძნით გონიერებისკენ და რწმენაში კი უნდა დაბრკოდნენ, უნდა გაძლიერდნენ.